ამ ერთ კითხვაზე პასუხი ძალიან ბევრ რამეს იტყვის შენ აზროვნებაზე, შენ მენტალიტეტზე, შენ ადამიანობაზე, ასევე როგორ აღიქვამ ცხოვრებას და როგორ უყურებ ცხოვრებას, ესე რომ ვთქვათ რა მარტივად, ანუ შენ მენტალიტეტზე. ეს ძალიან საინტერესო ფრაზა, ესე რომ ვთქვათ, ეწერა ძალიან მაგარ წიგნში და ეწერა ზუსტად ესე რა. წარმოიდგინეთ მეტაფორულად. არის ბოთლი, ბოთლი დევს მაგიდაზე და ასხია წყალი ნახევრად, ხო? ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის, რომ ეს არის ნახევრად ცავსე ბოთლი, ხო? ზოგი იტყვის ნახევრად ცარიელი ბოთლი. როგორი ტიპის ადამიანი ხარ ხარ შენ, ხო? ანუ კარგს ხედავ და ამბობ, რომ ნახევრად ცავსე არის, თუ ცუც ხედავ და მაინც ცუც უსვამ ხაზს, რატო რომ ეს ნახევრად ცარიელი არის, ნახევრად არ არის ავსებული, ესე რომ ვთქვათ, და ცუც ხედავ, ხო? ანუ კარგს არ ხედავ, კარგს არ აქებ. ანუ ცხოვრებაშიც ესე არის, ეხლა რო ავიღოთ მაგალითად ყოველდღიურობაში. შენ თუ კარგს ხედავ და კარგს აქებ, ანუ პოზიტივს ხედავ ყველაფერში, შენც პოზიტიური ადამიანი ხარ, შენი აზროვნებაც პოზიტივით არის სავსე და რა თქმა უნდა, უფრო კარგად უყურებ რა ყველაფერს, უფრო კარგად გამოგდის, უფრო მხიარული ხარ, უფრო ბედნიერი ხარ. როდესაც ადამიანი არის ბედნიერი, რავი, ყველაფერი მარტივად მდის მისთვის. მაგრამ როდესაც შენ ყოველდღიურობაში, ესე რომ ვთქვათ, ხედავ ნეგატივს, ყოველთვის ცუდ რაღაცებს ხედავ და ხაზს უსვამ ცუდ რაღაცებს, რომ ნახე, იქ ეს არის, აქ ის არის. ანუ ნეგატივით ავსებ შენ თავს. შენ შეიძლება ვერ ხვდებოდი ამას. ვერ ხვდებოდი ყოველდღიურად, ნეგატივით რო ავსებ შენ თავს. მაგრამ დაგიგროვდება და იტყვი, რომ რატო არ უიღბლო, რატომ არ გამომდის არაფერი, რატომ მაგალითად ფეილდები აქ ამ ეტაპზე, ხო? რატო ვერ მივდივარ წინ? და შენ თავს ესეთ შთაბეჭდილებას აძლევ, რომ ანუ არ გამოდის არაფერი, არ ხარ იღბლიანი, ხო? იმიტომ რომ ცუდით, ნეგატივით ავსე შენი თავი. ეხლა უყურე, როდესაც შენ პოზიტიურად უყურებ ყველაფერს, როგორ ვთქვათ, საერთოდ ცუდი, სიტყვა ცუდი უნდა ამოიგდო თავიდან, ხო? თუ მაგალითად არ გამოგივიდა რაღაცა, არ უნდა შეხედო ამას, რომ რა ცუდი რაღაც დამემართა, ეს მე არ გამომივიდა, არ ვარ იღბლიანი. პირიქით, უნდა შეხედო ესე, რომ რა კარგია ესეთი რაღაც რომ მოხდა, იმიტომ რომ მე აქედან რაღაც გაკვეთილი ავიღე, აქედან რაღაც ვისწავლე, აქედან ისეთი ნაწილი ავიღე, ფაზლი რო წარმოიდგინე, რა, ესეთი ერთი ნაწილაკი ავიღე, რომ ეს მე წარმატებაში დამეხმარება. ეს იყო ზუსტად ის ნაწილი, რაც მე მაკლდა შემდეგი ნაბიჯისთვის. ნახე, ორი ტიპი არის აქაც, ხო? შენო შეხედავ როგორც გაკვეთილი ამ შენ დავარდნას, ესე რომ თქვა და ამ დამარცხებას რა. ანუ არ ნებდები, ხო? ვითარდები და იღებ როგორც გაკვეთილი. მაგრამ შენ თუ ამ ერთ დავარდნასაც, ან ორ დავარდნასაც არ აქვს შეიძლება უყურებ როგორც ნეგატივს და უყურებ ისე რომ მე არაფერი არ გამოგდის. ყოველთვის ცუდი მე მიმართება, ვერ მივდივარ წინ. რატო არ გამომდის? იმას რატო გამოდის? მე რატო არ გამომდის? ნახე, უკვე შურიანობას გეწყება, უკვე ცუდი რაღაცების გეწყება და ესე წინ ვერ წახვა. შურიანი ადამიანი წინ ვერაზოს ვერ წავა. კარგი ადამიანი, როდესაც კარგს ხედავს. კი ბატონო, ხო? იცის მან, რომ იმ ადამიანმა, ვინც წარმატებული არის რა, ბევრი რაღაც გაიარა, ბევრი იშრომა, ის იღბლიანი არ არის. ხო? იღბალი საერთოდ დაივიწყეთ. უკეთესი იქნება, რომ დაივიწყოთ სიტყვა იღბალი. რატო? იმიტომ რომ ყველა ადამიანი არის იღბლიანი, ვინც შრომობს და ვინც სწორად ცხოვრობს და აზროვნებს. ხო? შენ თუ იშრომე, იმოქმედე და იცი რაც უნდა გააკეთო, ხო? და იმას აკეთებ ზუსტად. შენ იღბლიანი იქნები. არ არსებობს ეგეთი რაღაც, რომ ადამიანმა რაღაც არ მოინდომოს, სული და გულით გააკეთოს და არ გამოვიდეს, ხო? მაგრამ უყურე, ანუ მარტივია მართლა. შენ თუ დაწექი, არაფერი არ ქენი და ესე აზროვნებ, რომ ნახე, არაფერი არ გამომდის, იმას ეს აქვს, იმას ეს აქვს, მე რატო არ მაქვს ეს, იმას რატო აქვს ეს და უკვე, როგორ თქვა, მიზეზობ, ხო? და არ მოქმედებ, არ შრომობ, არ გჯერა შენი თავის. ანუ როგორ იქნები იღბლიანი? ანუ დაფიქრდი, ხო? ვერ იქნები იღბლიანი ვერანაირად. შენ თუ შენი თავის არ გჯერა. შენი თავის რო გჯერა, პოზიტივით რო ავსებ შენ თავს, ძალიან კარგი და საინტერესო ექსპერიმენტი იყო, ეხლა გამახსენა უცებ რა. მე საერთოდ ვიდეოებს ავწერ ისე რომ წინასწარ ვემზადები და რაღაც, არა, უბრალოდ ვრთავ კამერას და რაც ესე რომ ვთქვა, მოდის ჩემ
ტვინში, ჩემ აზროვნებაში ვამბობ მაგას. ეხლა უცებ გამახსენდა ძალიან მაგარი ექსპერიმენტი რა. შეიძლება ბერმა არ დაიჯეროს, მაგრამ ეგ არ არის პრობლემა, ხო? ჩემი არხი ესე რომ თქვა არის ისეთი ადამიანების, ვისაც უნდა განვითარება, ვისაც უნდა წინ წასვლა, ვისაც უნდა და აქვს მიზნები, ხო? აი მაგათვის არის რა, რომ დავეხმარო. ცოტა ესე რომ თქვა, აი მეტაფორულად ვიტყვი, სხვანაირად ვიტყვი, ცოტა გაფრენილი უნდა გქონდეს, რომ რაღაცას მიაღწიო და სწორად იცხოვრო რა. გაფრენილი კარგად მიიღეთ. ეხლა ნახე, ესეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომ ერთი ყვავილი დადეს ერთ ოთახში, მეორე ყვავილი დადეს მეორე ოთახში. ერთ ყვავილს ყოველდღე უნებოდნენ კარგ სიტყვებს, რა, აი რა ლამაზია, რო გაიზრდება, რა ლამაზი ყვავილი იქნება და ესე და ეს, ანუ პოზიტივით ავსებდნენ. მეორე ყვავილს, ეს რა ცუდი ყვავილია, რა უშნოა, ეს რო ამოვან, რავი, ხო, არ აქვს მშობა რომ გაიზრდება, ძალიან უშნო იქნება და არ ივარგებს. ანუ გინ დაიჯერეთ, გინდა რა, კარგი ყვავილს რომელსაც აქებდნენ, ძალიან კარგი ნაყოფი, ძალიან ლამაზი ნაყოფი გამოიღო და იყო ძალიან ლამაზი და რომელსაც ეუნებოდნენ, რომ ყვავილსაც აი ძალიან უშნო ხარ და ნეგატივით ავსებდნენ, ნაყოფიც არ გამოიღო და დაჭკნა მალევე. ანუ ექსპერიმენტი არის ჩატარებული. ეგრე არის რა. ზუსტად იგივე გააკეთეს, შემდეგ იგივე ექსპერიმენტი ოღონდ წყალზე რა. ერთ ყვავილს ისე წყალს ასხამდნენ, წყალს ეუნებოდნენ ბოთლს რა, წყალს წარმოიდგინეთ, რომ ეს კარგი წყალია, ეს წყალი ამ ყვავილს ძალიან დაეხმარება, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი წყალი არის, რავი, ნებისმიერი პოზიტიური რამე რა და მეორე ყვავილს ასხამდნენ ისე წყალს, რომ აუ ნახეთ ეს წყალი არ ვარგა, ეს წყალი უშნო არის, ეს წყალი არ დაეხმარება ყვავილს და ზუსტად ეგრე მოხდა რა. კარგს, რომელსაც აქებდნენ, კარგი ესე რომ ვთქვათ, ბენეფიტ გამოიღო, რომელსაც ცუდს ეუბნებოდნენ ამ წყალს, რომ ეს წყალი არ ვარგა, არ ივარგებს, რა თქმა უნდა, იგივე შედეგი მიიღეს, რაც თქვეს. ეხლა წარმოიდგინეთ. ჩვენი ორგანიზმიც ეგრე არის რა, 60% თუ რაღაც დაახლოებით არ მახსოვს, ჩვენი ორგანიზმი შედგება წყლით, ხო? ეხლა ნახეთ. სიხშირეებიც არის აქ უკვე, სიხშირეებით შემოდის. და რა სიმღერასაც უსმენ, ხო, როგორ სიმღერასაც უსმენ, ეგეც სიხშირე არის. შენ თუ უსმენ ისეთ სიმღერებს, რომელიც არის დეპრესიის სიტყვებით სავსე ან ცუდი რაღაცებით სავსე, რა თქმა უნდა, შენი ქვეცნობიერი და შენი ტვინიც უკვე იმაზე ფიქრობს და აზროვნებს. ამიტომაც არის აუცილებელი რა. ანუ რა გამოვიტანეთ, რა დასკვნა. ვიფიქროთ ყოველთვის კარგად, პოზიტიურად და ჩვენი თავი, რაც არ უნდა ცუდ მდგომარეობაში ვიყოთ, როგორიც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის ავასოთ პოზიტიური სიტყვებით. ანუ რა, მაგალითად, მე ვარ ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან ბედნიერი, ძალიან იღბლიანი, მე ყველაფერი გამომდის, რასაც მოვინდომებ ის ყველაფერი მარტივად მიდის და რა თქმა უნდა, არ ვარ ზარმაცი და მიხარია რომ ამას ვაკეთებ. მაგრამ შენ თუ დაიწყე ესე რომ მე არ ვარ იღბლიანი, მე არაფერი არ გამომდის, რა აზია ხა ეს რომ დავიწყო რა. გავრისკო. რა აზია გარისკოს, მაინც არ გამომივა. ყველაფერი ვცადე, რაც ვცადე, არაფერი არ გამომივიდა. ნახე, მართლა ეგრე იქნება და შენ რომ აი მარტო იქნები მაგალითად ძილის დროს, ხო? ძილის წინ როგორც იფიქრებ, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა. იმიტომ რომ როცა იძინებ, ანუ სინამდვილეში ბოლომდე გათიშული არ ხარ, შენ ქვეცნობიერს ხვიძავს. აი სიზმრებიც რო ავიღოთ. რატომ გვეზრება კონკრეტული რაღაც? იმიტომ რომ უკვე აქ მოდის ესე რომ ვთქვათ აზროვნებიდან. შენ როდესაც ძილის წინ შენ თავს ეტყვი ესეთ რაღაცებს რა, ანუ კარგ რაღაცებს, პოზიტიურ რაღაცებს, უკვე ქვეცნობიერიც კარგ პოზიტიურ სიხშირეზე ოპერირებს, ესე რომ ვთქვათ რა. ამიტომაც ძალიან აუცილებელია ძილის წინაც, არა მხოლოდ ძილის წინაც, ყოველდღიურად ჩვენ თავი ყოველთვის შევაქოთ. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყოველთვის დავინახოთ პოზიტივი და შევაქოთ პოზიტივი. ხო, სხვა ადამიანებიც რა, ყოველთვის უნდა შევეცადოთ, რომ ადამიანში კარგი დავინახოთ. კი, ანუ არავინ არ ვართ პერფექტ ესე რომ ვთქვათ და საუკეთესო. ხო, ყოველას გვაქვს რაღაც მინუსები, ყოველას გვაქვს რაღაც შეცდომები, მაგრამ იმ შეცდომებზე, ხო, არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება. იმ ცუდ რაღაცებზე არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ანუ იმედია ხვდებით როგორც უძებს საუბრობ. ხო, ეხლა რა თქმა უნდა ადამიანმა თუ რაღაც დააშავა ან დაგიშავა, იმას არ უძახი რომ იმას ყურადღება არ მიაქციო. არა, ხო, ანუ სხვა რაღაცას ვამბობ. შენ ახლო ადამიანზე მაგალითად თუ იცი რომ რაღაც მინუსია აქვს, რაც ცხოვრებისეულად ეგრე არის. ანუ მაგაზე არ უნდა მიუთითო რომ ესეთი ხარ, შენ ესეთი ხარ.
არა, ხო? კარგი დაინახე ადამიანში. კარგი შეაქე და დამიჯერეთ, აი, მართლა სულ და გული დამიჯერეთ, რომ თქვენი ცხოვრებაც კარგად წავა. მართლა რა. ეგრე არის, აი, ცხოვრება ესე როგორ ვთქვა, ამოუხსნელად მუშაობს რა. სამწუხაროდ თუ რეალურად ესე არის. მე უფრო ვფიქრობ, რომ საბედნიეროდ ესე არის და ძალიან კარგი არის რა. როგორც იაზრუნებ, როგორც შეაქებ ცხოვრებას, ესე რომ ვთქვა, ზუსტად იგივე მოხდება შენ რეალობაშიც. ეხლა მოდით აი მესამე პირიდან ვავიღოთ რა, ვთქვა, მაგიდაზე ზის სამი ადამიანი. აი, ვთქვა, მესამე ადამიანი ხარ შენ. და ხედავ ორ ადამიანს. ეს ორი ადამიანი ლაპარაკობს ვიღაცაზე ცუდს. აი, ვიღაც ადამიანზე არ აქვს შროება. შენ არ იცნობ ამ ადამიანს, მაგრამ ცუდს საუბრობენ, რომ ეს ისეთია, ეს ესეთია, ეს ისეთია. მე მეორე ადამიანზე გადავლენ, ო, ეს ისეთია, ეს ისეთია. მე მესამეზე, მე მეოთხეზე, მე მეხუთეზე და თქვა, აი 7 ადამიანზე, 7-ზე ცუდი თქვეს რა, იჭორავეს ესე რომ თქვა, აი ბოდიშით ეს სიტყვებს ვიყენებ რა. აი ცუდი რაღაცები ისაუბრეს. კარგი, ეხლა ავიღოთ ისევ მესამე ადამიანი ხარ შენ, მაგრამ ეხლა აქ ეს ორი ადამიანი ერთ ადამიანს შეაქეს, ო, ის რა კარგი ადამიანია, რა კარგად შრომობს, ყველაფერს თავისით მიაღწია. მე მეორე ადამიანზე გადავიდეს, ო, ეს რა კეთილია, ეს ყველას ეხმარება, ეს ყველას გვერდში უდგება. მე მესამეზე გადავიდე, მეოთხე ადამიანზე, მეხუთეზე, მეექვსე და ყველაზე კარგი ანუ ყველაზე კარგად ისაუბრეს რა. ეს რა ძმაკაცური ტიპი არის, შობლებს პატივს ცემს და ანუ კარგი ისაუბრეს ყველაზე. ეხლა შენ გეკითხები, აი მესამე ადამიანი ვინც სიხარი ორ მაგიდაზე რა. წარმოიდგინე სხვადასხვა დღეს ორ მაგიდაზე იჭექი. რას იფიქრებდი პირველ ორ ადამიანზე? აი, სული და გულით უპასუხე შენ თავს. ხო, პირველ მაგიდაზე რას იფიქრებდი? ლოგიკურია, ხო? რას იფიქრებდი, ხო? ანუ ყველაზე ცუდი თქვეს. ეხლა ყველა ადამიანი ცუდი არ არის ნამდვილად, ხო? ყველა ვიცით. მაგრამ შენ რო ცუდს ხედავ ადამიანში, ესე იგი შენ ცუდი ხარ. ყველა ადამიანში თუ ცუდს ხედავ. კარგი, ეხლა მითხარი მეორე მაგიდაზე ვინც იჯდა, კარგი, ანუ კარგად რო ისაუბრეს ადამიანებზე. რას იფიქრებდი ამაზე? აი სული და გულით მიპასუხეთ ამაზეც. ხო, რა თქმა უნდა, კარგს იფიქრებდი, ხო, ნახე ესენი რა ჯიგრები არიან, რა კარგი ადამიანები არიან, რომ მართლა ყველა ადამიანზე კარგ საუბრობენ. ანუ კარგი აურა მოდის, კარგი ენერგია მოდის ამათგან, ხო? პოზიტივი, ყველას აქებენ, ყველაში კარგს ხედავენ. ხო, ლოგიკური არის. რა თქმა უნდა, ჩვენც მოგვინდებოდა, რომ ამ ორ ადამიანთან დავახლოვდეთ. რატომ მოგვინდებოდა ამ ორ ადამიანთან დაახლოვდეთ და არა პირველთან? ხო, იმიტომ რომ არ ადგენენ და ერთი კვირის მე, ორი კვირის მერე შენზე ცუდი ილაპარაკონ ვიღაც სხვასთან. მიხვდი? იმედია მიხვდით, ხო? მაგრამ ორი ადამიანი ვინც ყველაზე კარგ საუბრობდა, ხო? აი, სიკეთეს, ეს რო ვთქვა, სიკეთეს პირიდან ისროდნენ, ესე რო ვთქვა, ცუდად რო ვთქვა რა. და ყველა ადამიანზე კარგ საუბრობენ, პოზიტივს აქებდნენ. რა სიტყვიან ეს ადამიანები შენზე 2 კვირის მერე, 3 კვირის მერე? დაჯდებიან სხვასთან და ო, ეს რა კაი ტიპი იყო, ო, ეს რა ესა, ხო მიხვდით რა, ანუ ყველაფერს სიტყვიან კარგს და შენ რა თქმა უნდა ამ კარგთან მოგინდება ურთიერთობა, ხო? მაგრამ შენ თუ აკევი პირველ მაგიდას, შენც ისეთი ხარ. საერთოდ, ნახე, ცხოვრებაც ეგეთი არის რა. შენ თუ ფიქრობ, რომ ეს ადამიანი ესეთია, სანამ გაიცნობ, ხო? ო, ეს ესეთი იქნება, ეს ისეთი იქნება. ან ნახე, ან გარეთ რო გახვალ მაგალითად და ო, ეს ალბათ მე დამცინის, ან ვინმე დამცინის მე, ან ვინმე ცუდ სიტყვის შემზე. რეალობაში შენ ფიქრობ ეგრე. შენ რო ფიქრობ ეგრე აღიქვამ ცხოვრებას. მაგრამ ნახე, შენ თუ იფიქრე, რომ ო, ნახე ხა გარეთ რო გავალ და მაგალითად კამერას დავიჭერ, იტყვიან, რომ ო, ნახე ეს რაღაცას ქმნის, რაღაც კარგს აკეთებს, რაღაც შრომობს. ესე იგი შენც ისეთი ხარ. ანუ გიხარია სხვისი წარმატება, ხვდები? მაგრამ შენ თუ აღიქვამ ცუდად რომ შენ დაგცინიან რაღაცის გამო ან ჩაცმულობის გამო გარეთ, ესე იგი შენს ვიღაცებს დაცინ ჩაცმულობის გამო. ანუ მართლა ეგრე არის რეალობა. ადამიანი მაშინ განვითარდები და მაშინ გადახვალ და გადააბიჯებ შემდეგ ნაბიჯს რა, როდესაც შენ მინუსებს დაინახავ და აღმოფრხვალ, ხო? ამოხსნი იმ რაღაც პრობლემებს შენ თავში. აი, მან იწყება უკვე წინსვლა, როდესაც შენში ცუდს დაინახავ და იმას კარგად გადააქცევ. მაგრამ შენში რო ცუდს დაინახავ და ისევ ცუდს გააგრძელებ და ისევ ცუდს დაამატებ რა, ვერ წახვალ წინ. თავრია მიხვდე,
რომ შენ ცუდ რაღაცას აკეთებ და ის ცუდი კარგად გადააკეთო და კარგი დაინახო შენში. რავი, ძალიან ესე რომ ვთქვათ, მარტივი ვიდეო გამოვიდა, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ იმედია მიხვდით რასაც ვლაპარაკობ, იმედია ვიღაცებს დაგეხმარებით, რავი, 1000 კაციდან ერთ 5 მაინც დაგეხმარებით. ეგ არის ჩემი მიზანი, მართლა მიყვარს აზრის გაცვლა. ყოველდღიურად რა ადამიანებთან მიყვარს კარგ თემებზე საუბარი და მაგიტომაც გადავწყვიტე აი ეს YouTube და კამერა და რაღაც თემები დავიწყო რა უკვე დავიწყე და ვაკეთებ და ვაგრძელებ რა. თან მართლა მიხარია რომ კარგი ადამიანები მხვდებიან, კარგი ადამიანები რაღაც აკომენტარებენ. ეხლა წინა ვიდეოზე, წინა რა, აი ორი წინას ესეთი ვიდეო რო გადავიღე, ძალიან კარგი რაღაცები მოყვა რა სიტყვები და ძალიან გამიხარდა მართლა და გენაცვალეთ ყველას, აი წარმატებებს გისურვებთ და გთხოვთ რომ ყოველთვის კარგი დავინახოთ ადამიანებში. შენ რომ კარგს დაინახავ ადამიანებში, შენი ცხოვრებაც კარგად წავა. ამიტომაც წარმატებები ყველას და შემოგივლეთ თქვენიცით.